დღე მეორე. გურიაში ვიყავით, ზეთი რო შევცვალეთ ზრავში, პეტრონასის ზეთი ჩავასხით და აი მაღალი აღმართები ავიარეთ და კარგად ჩააბარა ტესტი და ნახა პატიცემომა გიორგიმ პეტრონასის წარმომადგენელმა, კაი ავტომოტივის წარმომადგენელმა, არ მოგვასვენა და ეხლაო სრული სერვისიო. ანუ რა უნდა გავაკეთოთ? გამარჯობა, ესე დღეს შევცვლით წინა დაუკანახით ზეთს, ასევე შევცვლით რაზატკაში და გადაცემათა კოლოფში. ამასთანავე ჩვენ გვაქვს წყლის სისტემის და ფეჩის რადიატორების რეცხვის ფუნქცია და ამ მანქანაზე არ სჭირდება, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ფეჩსაც გამორეცხავ და წყლის ფინა სისტემასაც. და შევავსებთ ახალი ატიფოსით. მოკლედ, კაი ავტომოტივმა აიღო თავის თავზე ტანკის სრული სერვისი, სეთების შეცვლა, ყველაფერი აბსოლუტურად, ვისთვისაც მადლობას მოვახსენებთ. და შემდგომ მომავალში ტანკს იხილავთ, უფრო გალამაზებულს, ჯერჯერობით ესეთ მდგომარეობაში ვართ, სტანდარტულ მდგომარეობაში ვართ. და უფრო გალამაზებულს, უფრო გააგრესიულებულს და უფრო მომზადებულს დაგანახებთ ახლო მომავალში. რა ხდება? მოკლედ, ეს მანქანა არის ჩვენი მეგობრის გიორგისი. კაი ავტომოტივის წარმომადგენლის და სეკოია, ანუ წინა მანქანა ხო სეკოია მყავდა ხო და რაღაც დეტალები არ მომწონს და ვაახლებ ბატონო. რა შევწე შეგვეუნა გადაგეს? ხო. აქედან. ეხლა დაიღვარა ცოტა ანტიფრიზი. ბევრი არაფერი ნიშანდობლივად. მაგრამ მე რო დადგება ამაზე საიდუმლო იარაღი, არავის არ იგონოს რაღაცა იმას ვაყენებდეთ ლულას ან რაღაცას. ასე. მე ნახოთ რა იქნება. რა თქმა უნდა. სანამ კაი ავტომოტივი ჩემ მანქანას ასერვისებს, მე მანამდე აგერ ჩემი ძმაკაცის ძმა და მეგობრის გიორგის მანქანას ვასერვისებ. იგივე სეკოიას. მონატრებს. გამოვიდა? დიახ. აი ნაგავი მაგარი. ისე გადაუღე მიშას რომ მიხვდეს რა და კარგად. ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, ამ მანქანიდან ზეთი რო გამოვუშვი, ანუ დიდი ხანი არ შეუცვლობის გამო უკვე ქონდა რკინას ნაცვეთი და დაბლა უყენია მაგნიტი, გამოსავსებ პრობკაზე, ესე ვთქვათ რა, ხო და მაგას ნუ იფიქრებს რომ მანქანაში ქარხული ზეთი დგა, არ უნდა შეცვლა და ესეთი რამე. ეგ არავის არ დაუჯერო ჩემო კარგებო, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ზეთი იმის გამო რომ
ფუნქცია დაკარგული ზეთი უნდა გაახადეს. რომ მანქანა წყობიდან არ გამოვიდეს და მე თქვენ უბრალოდ რომ ძვირი გადახდა და არ მოგიდეთ მე იქ ნაწილებისა და იმ სყიდვაში შემოკარგებო რა. რომ იცოდეთ ეს არის მე ხელოსანი ვარ და მე რჩევას გაძლევთ ყველას. ნებისმიერ მანქანაში შემოკარგებო. ესე იგი ვარჩევთ კატალოგის მიხედვით ჩვენი Nissan Patrol-ის ხიდის ზეთებს, კარობკის ზეთებს და რაზათქის ზეთს გამოწვევებლის. ესე იგი კატალოგები გვიჩვენებს რომ წინა ხიდში ჭირდება 5.4 ლიტრი 80-90 დაშვებით და 75-90 მაგორ შორის გვაძლევს არჩევანის საშუალებას. გვაქვს Douglas-ის იტალიური ბრენდი, რომელიც ატესტირებული გვაქვს ბევრი ოფროუდის მანქანებზე და მუშაობს ძალიან კარგად. ზუსტად იმ დაშვებით რა დაშვებასაც გვეუბნება კატალოგი GL5 პლუს LS. ეს დაშვებები. ასე რომ ჩავასხავთ 5.4 ლიტრა 75-90 წინა ხიდში. კარობკაში 75-90 მიდის, რადგან საქმე გვაქვს მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან, მანდაც 75-90 ჩავასხავთ და უკანა ხიდშიც დაახლოებით 2.200 მიდის, იქაც იგივე დაშვებას გთხოვს და გავუშვით. რაზათკაშიც ზეთი მიდის, მოკლედ ყველა გვინდა რაც აქტივს რომ ჩვენი Nissan Patrol-ი შევავსოთ. ეს არის პირველი ნაწილი ჯერ. ერთიამდენი კიდე უნდა გამოვიტანოთ რომ კარობკას და უკანა ხიდსაც ერთად. ეს სამუდრია ვეცი. კაფეზე ამოვიდა. აი არ მომიტყვა. მოკლედ დასერვისდა მანქანა, ჩაისხა ხიდებში ზეთი, გადაცემათა კოლოფში, დამადაბლებელ გამანაწილებელში, ეგრეთ წოდებული რაზათკაში. და თავად გვეტყვის ბატონი გიორგი რაში რამდენი წავიდა იმიტომ ეს მართლა უპრეცედენტო შემთხვევა იყო. წინა ხიდში წავიდა 6 ლიტრამდე ზეთი, კატალოგმა გვიჩვენა 80-90-ზე. დატვირთვით. სიბლანტე ხო? სიბლანტე წინა ხიდში. კარობკაში წავიდა 75-90 და უკანა ხიდში 75-90 ელვის დაშვება. დამანაწილებელში, დამადაბლებელში 75-90 მანდაც 2 ლიტრი წავიდა. საერთოდ ჯამში წავიდა, აქ იყო სულ. დაცარიელ და ვიტრინა და მეგობრებო, მობძანდით გურამიშვილის ასლომაში, მალე შეივსება მარაგებით, ტანკმა კი დააცარიელა, მაგრამ ტანკი იმისა რომ დიდი ის სჭირდება რესურსი. ესე იგი, კილომეტრაჟი რამდენი აქვს ექსპლუატაცია ამ ზეთს? თვითონ მანუალი გვეუბნება კატალოგი რომ 60,000 კილომეტრი გვაქვს რესურსი, 60,000 კილომეტრი შეუძლია უბრალოდ დაფაროს ხიდებში ამ ზეთმა. ძალიან კარგი. სასიამოვნო. მიხარია, დიდი მადლობა კაი ავტომოტივს, მის წარმომადგენელს გიორგის. ჩვენც ჩავატარეთ პატარა სერვისი მის მანქანაზე, გადავიდა ელექტროგაგრილებაზე, რასაც თვითონ მე მიხვდება, იმიტომ რომ ცივზე რო იქოქებოდა მეზობლებს აღვიძებდა და საჩივრები შედიოდა. ამიტომ საჩივრებისგან გათავისუფლდა და პლუს მეტი კომფორტული გაგრილების სისტემა დამონტაჟდა. ზღვაზეც აისახება ბევრად, იმიტომ რომ გიდრომ უხდას მეტი ძალა უნდა, მეტი ბრუნები უნდა და აქედან გამომდინარე უფრო თავისუფლად იყოს მანქანა. შვენიერი. ამისთვის დიდი მადლობა. გაიხარე, გაიხარე. აბა კიდევ ერთხელ მადლობა, კარგად დამდებოდეთ. თქვენ კიდე მობძანდით ხალხო.